მთავარი ძავნილი დღევანდელი არის ის, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ არ მოხდება პოლიტიკური ნიშნით ანგარიშწორება და შურისძიება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღეს თქვათ პოლიტიკური ბარიკადის სხვა მხარეს დგანან. მე მინდა მოუწოდო პოლიციის თანამშრომლებს, უშიშროების თანამშრომლებს, სოდისა და კუდის თანამშრომლებს, გამგეობის წევრებს, სამინისტროს წევრებს, ნუ ჩახვევიან სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავში. მე მინდა უთხრა ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეგრეთ წოდებული მასობრივი განთავისუფლებების განხორციელებას პრინციპით ყველამ დაწეროს განცხადება და ვინც მოგვეწონება მხოლოდ იმ განცხადებას არ დავაკმაყოფილებ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პრინციპი ჩვენთვის არის მხოლოდ გამოცდილება და პროფესიონალიზმი.